გლადსტეინები წარმატებული ამერიკული ოჯახი, ფლობდნენ დიდებულ და ელეგანტურ სახლს. უძრავი ქონების სექტორის წარმატებული წარმომადგენლები, მერილინ და პიტერი, მდიდრულად ცხოვრობდნენ, ყველა კომფორტითა და მოსახერხებლობით. მათი შვილები, რომლებიც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნივთებსა და ფუფუნებას იყვნენ მიჩვეულნი, ბევრისთვის ამერიკულ ოცნებას განასახიერებდნენ. მიუხედავად წარმატების გარეგნული შთაბეჭდილებისა, გლადსტეინები ბნელ საიდუმლოს მალავდნენ. ისინი ჩართულნი იყვნენ ცხოველთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ უკანონო საქმიანობაში და 2012 წელს დააკავეს და ბრალი წაუყენეს მათ დანაშაულებში. სამართალდამცავებმა სახლი გაჩხრიკა და ათეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ცხოველი აღმოაჩინა, მათ შორის ძაღლები, კატები, ცხენები და სხვა მრავალი. შედეგად მერილინსა და პიტერს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მათი ოჯახი ქაოსში დარჩა. დიდებული და ლამაზი სახლი, რომელიც ოდესღაც მათი წარმატებისა და სიმდიდრის სიმბოლო იყო, ახლა ცარიელი იდგა, თავისი ძველი, თავის აჩრდილად ქცეული. ბავშვები, რომლებიც ოდესღაც ასე პრივილეგირებულები იყვნენ, ეხლა თავიანთი განადგურებული ცხოვრების ნამსხვრევების აწყობას ცდილობდნენ. მათი ოდესღაც ნათელი მომავალი ერთ წამში წაართვეს და ისინი იძულებულნი იყვნენ მშობლების ქმედებების შედეგებთან შეგუებული იყვნენ. გლადსტეინები ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ მათი უკანონო ქმედებები მათ დაღუპას გამოიწვია. ოდესღაც მდიდრული სახლი ახლა შემაძწუნებელი შეხსენებაა იმისა, რა შედეგები შეიძლება მოხვდეს ადამიანის არჩევანს. ძალიან ვერთობია გზმაო, ამინდია ბევრად უკეთესია ვიდრე კანადაში. ნამდვილად. მოგესალმებით ყველას, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Bros of Decay-ზე, მე ლესლი ვარ, კამერის უკან როგორც ყოველთვის, დენი კი არ უყვარს როცა ვაჩვენებ, გამარჯობა. როგორც არ უნდა იყოს, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მეხმარები გადარებაში. მოგესალმებით. და დღეს აქ ვართ რომ კიდევ ერთი ეპიკური ვიდეო გადავიღოთ. კვლევა. სად ვართ ძმაო? ეხლა მინდორში ვართ. დიდი. სასახლე. საიდუმლო სასახლე, სინდერელას სასახლე, ასე ვიტყოდი. საოცარი სასახლე. ეს ყველაფერი კარგი ანეკდოტებია, მაგრამ იმ ამბავში, რომელიც ახლახან მოისმინეთ, ძალიან შემაშფოთებელი სასახლეც ვიპოვე. დიახ, ეს ადამიანები თავიდან ძალიან კარგი ხალხი იყვნენ. კარგი ცხოვრება ჰქონდათ, უძრავი ქონების ბიზნესი ჰქონდათ, მაგრამ როცა ის ბიზნესი ჩავარდა, ყველაფერი ცუდად წავიდა და როგორც ამბავი გაიგეთ, ისინი დიდი ცხოველთა ძალადობის სკანდალში გაეხმნენ. დიახ, უბრალოდ ამის გაფიქრებაც კი. ის უბრალოდ სევდიანია ეს ამბავი, საშინელებაა. ამ ადამიანების მიმართ საერთოდ არ მაქვს პატივისცემა. ისინი რამდენიმე წლის წინ გამოვიდნენ ციხიდან, მაგრამ საერთოდ არ ცემ პატივს. ჩვეულებრივ მიტოვებული სახლების მეპატრონეების მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან წუხარ. სახლს მაინც პატივისცემით მოვეპყრობი, მაგრამ ადამიანებს. ისინი საშინლები იყვნენ. ფიქრობ, უნდა ვიფიქროთ იმ ქალიშვილზე, რომელიც ყავდათ. მათზე კი არა ხო, რადგან ამბავი და ის რაღაცები. ქალიშვილის შიგნით. ეს უბრალოდ მშვენიერია. შეხედეთ ამას. ჩვენ ვდგავართ მათ აუზის ტერიტორიაზე. აუზი მთლიანად ამოავსეს, ალბათ იმისთვის, რომ ცხოველები არ ჩავარდნილი იყვნენ მასში, როცა ხალხი ციხეში მოხვდა, მაგრამ როგორც ხედავთ, მშვენიერი აუზია, ლამაზი, ქივით გაშემორთმული და ჯერ კიდევ წყალიც არის. იქ შიგნით. მომეცით საშუალება, რომ გატაროთ ამ ტერიტორიაზე და გაჩვენოთ ყველაფერი, რაც ამ ხალხმა დატოვა, როცა ისინი ციხეში მოხვდნენ 2012 წელს. კარგი, მას მართლაც უზარმაზარი ტერიტორია ჰქონდათ, პირდაპირ უზარმაზარი. ხო. შეხედე აქ, ეს არაფერს გახსენებს, დენი. ხო, შადრევნები, ხო. შადრევნები. ფრთხილად იყავი. გონია რომ არ არის. არა, ეს ბეტონია. ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. პატარა გარე შადრევანი, სადაც მათ შეეძლოთ აქ სკამები დაედგათ და დატკბებოდნენ ამ შესანიშნავი ნამუშევრით საკუთარ ბაღში. ეს საოცარია. მიყვარს გაზაფხული, განსაკუთრებით ახლა. ხო, ძალიან ლამაზია. რა დღეა დღეს? 4 აპრილი. ხო.
ყვავილები იწლებენ ყვავილობას, ჩიტები იწლებენ ჯიკჯიკს და ეს უბრალოდ საოცარია, ხო? ეხლა გარეთ ყოფნა და დათვალიერება ძალიან სასიამოვნოა. ანთლის ამ პერიოდში გაზაფხულზე და შემოდგომა და გაზაფხული ჩემთვის საუკეთესო პერიოდებია. სასეირნოთ, ოდიახ. არ ძალიან ცხელა, არ ძალიან ცივა, გარეთ სასიამოვნოა, ყველაფერი ლამაზია და ხო ეს ყველაფერს საოცარს ხდის. ასევე მიყვარს ზამთარი და გაზაფხული, მაგრამ ზაფხულში და ზამთარში ზამთარი ძირითადად ძალიან ცივია, ასე რომ ცოტა ნაკლებად სასიამოვნოა, ხოლო ზაფხული ძირითადად ძალიან ცხელია. კარგი, მაცხენე მხარეს უკვე შეგვიძლია დავინახოთ იმ სასახლის ნაწილი, რომელსაც ვაპირებ დავათვალიეროთ, მაგრამ აქ უკანაც არის საინტერესო ნაგებობები, საინტერესო შენობები. ეს სახლის გარაჟები იყო. ეს ადამიანები უზომოდ მდიდრები იყვნენ და ამ ორ გარაჟში 5 მანქანა ეტეოდა. მაგრამ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის პერიოდში ისინი უბრალოდ ცდილობდნენ ფული ეშოვათ ცხოველებით. ამიტომ თავიანთი გარაჟები ცხოველების თავშესაფრებად გადააკეთეს. თავშესაფრები. ხო, თავშესაფრები? თავშესაფრები, ხო. ბრჭყალები, ხო, ზუსტად აქ. პოლიციამ და ცხოველებზე მომუშავე თანამშრომლებმა ერთად ამ ძალიან პატარა სივრცეში 2 ცხენი იპოვეს. ცხენები ისეთი ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, რომ ძვლები უჩანდათ, შიმშილით იყვნენ, ამას როგორ უწოდებთ? ისინი არ იყვნენ მსუქნები. ისინი საერთოდ არ იყვნენ მსუქნები. ხო და ეს ადგილი ძალიან პატარაა 2 ცხენისთვის. ცხენებს სჭირდებათ. მოძრაობა. 2 ცხენი აქ იყო შიგნით, შეგიძლია ნახო კიდეც მათი კვალი. მაგრამ სრულიად სიგიჟეა კაცო, მე ძალიან მიყვარს ცხოველები და ჩემთვის ეს ძალიან რთულია ხო, მგონია რომ შენც ასე ხარ, ხო, მოდი. მოდით ნახოთ კიდევ არის რაღაც? არტიფაქტი. გინდა აიღო. შესვენება. ეს ისტორია ჩემთვის ზუსტად ასეთია, ღმერთო ჩემო მე. ვიცი. ყოველთვის კარგად ხვები ისტორიებს, მაგრამ ამჯერად ხო მეხება, მართლა მეხება. მგონია ეს შენს ხმაში ჩანს, ხო? სევდიანია, კარგი. ბოდიში უნდა გავიდე აქედან ნახეთ და გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. აქ გარეთ კიდევ ძაღლის პატარა სახლი დარჩენილა. 83. ცხოველები. 80. ამ სახლში 83 ცხოველი იპოვეს. სახლი 2. ცხენები, უამრავი კატა და დანარჩენი ყველა ცხოველი იყო ძაღლი. ცხოველების განავალი ყველგან იყო. ძაღლები სახლში და ამ სივრცეებში იყვნენ ჩატენილი. ეს საშინელება იყო. აქ შეგიძლიათ ნახოთ კიდევ ერთი დროებითი სივრცე, დროებითი კონსტრუქცია ძაღლებისთვის. აქ 2 ვოლიერია, სადაც რამდენიმე ძაღლი იყო მოთავსებული, ალბათ ბევრიც. კი. აქ ქვემოთ კიდევ ერთი ძაღლის ვოლიერია. რას ეძახი ამას? ძაღლის ვოლიერი, ძაღლი. სახლი. ძაღლის სახლი. ძაღლის ვოლიერი. ისეთი? სახლი. ვაუ, მაგრამ თვითონ სახლი აბსოლუტურად დიდებულია. მაშინვე ჩანს, რომ ეს ადამიანები მდიდრები და შეძლებულები იყვნენ იმ დროს, როცა უძრავი ქონების ბიზნესი ჰქონდათ და კარგ ფულს შეუვლობდნენ. მათ ეს სახლი შეიძინეს, ალბათ თვითონაც ააშენეს. ზუსტად არ ვიცი, როდის დაიწყეს აქ ცხოვრება, მაგრამ ძალიან საინტერესოა ამის ნახვა. აქ გვერდით კიდევ 3 ავტოფარეხის კარი გვაქვს და რა თქმა უნდა, აქ კიდევ მეტი ცხოველია მოთავსებული. კარგი, შეგიძლია შემოხვიდე, შემოდი. ჩარტეშუქი. შეგიძლია მაინც დაინახო, ხო, კარგი. ღმერთო ჩემო. დიდი არეულობა აქ შიგნით. სუნი ასდის, ხო? ღმერთო ჩემო, შენც არის უნთქო. არა, საშინელება აქ სანახავი ბევრი არაფერია, მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ამ სივრცეში რამდენიმე ცხოველი აწამეს. რაღაც კუთხეში შევნიშნე, შენს დაინახე, რაღაც ბუნკერს გავს. რა? მინდა გაჩვენო. მინდა ხალხს ვაჩვენო. შენ აპირებ წასვლას, ხო? რა თქმა უნდა, მე წავალ ძმაო, მე მკვლევარი ვარ. ჩემი აზრით, როგორც ჩანს, წყლისთვისაა. მაგრამ რაღაც ტიპის აუზისთვის. ხო. ალბათ აუზისთვის. აიღე. ხო, შეგიძლია ნახო, ყველა წყლის სისტემა, ყველა მილი და ყველაფერი სანტექნიკა ალბათ აუზისთვისაა. აქვე გვერდით დიდი მანქანაცაა დატოვებული, არ ვიცი რისთვისაა. იმისთვის 5 მომეცი უკან. კარგი ძმაო. თითქმის დავეცი. ფრთხილად იყავი.
ო, შენც მოგიცურდა. ხო, სრიალა. ხო, ამ პატარა ყვავილის კოთანზე დავსრიალდი. ხო, სრიალა, იმიტომ რომ მიძა, კარგი, წავიდეთ აქედან. წავიდეთ სახლთან წინ, ვაჩვენოთ ეს, რადგან ფიქრობ ეს სრულიად შესანიშნავია სანახავად. მთლიანად ხისგანაა გაკეთებული. თუ შევადარებ ევროპულ ქვეყანას, ვიტყოდი, რომ ეს ძალიან შვედურ ნორვეგიულ სტილს გავს, მაგრამ ამას უფრო და უფრო ხშირად ხვდებით აქ, შეერთებული შტატების ჩრდილოეთში. ვაუ, ეს ადგილი მართლაც უზარმაზარია. ეს უზარმაზარია. ხო, და ისინი სრულიად მიყრუებულ ადგილას არიან, პირველი მეზობელი. მეზობელი, რომელიც სინამდვილეში დაიჭირა ისინი ცხოველების მიმართ ძალადობის დროს, ცხოვრობს რამდენიმე 100 მეტრში ქვემოთ, მაგრამ დანარჩენებისთვის თითქმის არ არის. მეზობლები აქ ირგლივ. ჩვენ არსად შუაგულში ვართ. ეს სახლის შესანიშნავი წინაკარია. ეხლა მთლიანად დაფარულია ფიცრებით, შეგიძლიათ ნახოთ ხის სამუშაოები. დიახ, მას მართლაც ლამაზი ფერები აქვს, დიახ. რა თქმა უნდა, ეს ყავისფერია, ხო ესეა? დიახ, ყავისფერი. ეს ფრენიერია და უბრალოდ ნძულდა, რომ ასე მთლიანად დაფარეს. ეხლა ცდილობენ სახლის გაკეთებას და ვესაუბრე ადამიანს, რომელსაც სულს იყიდოს ეს სახლი და ეხლა უკვე ამ ადგილის შეძენის პროცესშია. ასე რომ საბედნიეროდ იმედი მაქვს, მომავალში ეს შესანიშნავი სასახლე ალდგება. იმედი მაქვს და მე კონტაქტში ვარ იმ მფლობელთან, რომელიც ალბათ იყიდის მას. ასე რომ შეიძლება ჩვენ შევძლოთ შემდეგ შევხედოთ, როცა განახდება. ეს კარგია, იმედი მაქვს, სასახლის შიგნით ძალიან არ არის დანგრეული. არც მე. იმიტომ რომ მე ვნახე რამდენიმე სურათი და ხო, მე ასე არ ფიქრობ, იმიტომ რომ კარგად არის ამოფიცრული. ხო. ეს ყველაფერი ფანჯრებია, არის. აქ არის ერთი შესასვლელი, მაგრამ რაც კიდევ დავინახე ეზოში, ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დეტალია ამ სახლში. მათ ხავდათ პატარა გოგონა და ეს იყო მისი თოჯინების სახლი, მისი ზომის თოჯინების სახლი. და მე უბრალოდ აღმაფრთოვანებს ეს. აბსოლუტურად ყველაფერი, თითოეული დეტალი ამ თოჯინების სახლში. ყველაფერი გააზრებულია, თუნდაც პატარა ღობე ბაღის გარშემო აქ აქვთ. შეხედეთ ამას, რა ლამაზია. ფარდები ისევ კარზე კიდია, თოჯინების სახლი. მიყვარს ის მწვანე ჟალუზები და ყველაფერი. მაინტერესებს თუ ისინი. ჯერ კიდევ მუშაობს თუ არა? არა. შევნიშნე ამ ნაწილში. შტატის ამ ნაწილში დარაბები ყალბია. არა, ნამდვილი სახლებშიც კი. ისინი არიან. ნამდვილი სახლებშიც კი დარაბები ყალბია შევნიშნე. ისინი არასდროს ხურავენ მათ. არ იკენებენ. კარგი, მე შევიყვან ხალხს შიგნით, და ვაჩვენებ მათ ამ პატარა სახლის შიგნით. ღმერთო ჩემო, აქ ჯერ კიდევ ავეჯია. ეს არობრერ არის უბრალოდ საოცარი. საქანელა სკამი, პატარა სარკე კუთხეში დგას. დენი, მოდი შეხედე აქ შიგნით. უკვე ნახე ეს? ჩავეტევი? კი, შეგიძლია შემოხვიდე კარავში სახლში. მგონია რომ პატარა გოგონა. აქაც იძინებდა ადრე. კი, ხანდახან კი ეს. ის დრო რაც აქ თამაშობდა, ალბათ შესანიშნავი იყო. მშობლებს ნამდვილად ჰქონდათ. კარგად უვლიდნენ მათ. ბავშვებს, ოდიახ. როგორც ხედავთ, ქალიშვილი კი. რა თქმა უნდა, გაანებიურეს? ხო. მაგრამ ბავშვებზე კარგად ზრუნავდნენ. მიხარია რომ ეს ვნახე. ხო. კარგი, მზად ვარ, წავიდეთ სახლში და გადავიღოთ ეს სიوامაზე. ეს ჩემთვის ძალიან პატარაა, კარგი. და ისევ მოვედით სახლის უკანა მხარეს, ძალიან მშვენიერი ხედია. დენი, ოდესმე გინახავს ასეთი სახლი? ჩემთვის ეს პირველადაა ესეთი არქიტექტურის სტილი, გვერდებზე არხებით, მშვენიერი ხის ნამუშევარია, კარგი. იქ არის ჩვენი ერთადერთი შესასვლელი ამ ადგილას და მზად ვარ რომ შევიდე შიგნით. მზად ვარ შევიდე იქ. Okay. გონი პირდაპირ სასადიო ზონაში ხვდებით აქ. უკვე შეგვიძლია დავინახოთ ცოტა ვანდალიზმი და მსგავსი რაღაცების სახლის შიგნით და დაშლა და დეტალები. ასევე კი. მთლიანობას შეხედე. 10 წელი მიტოვებული იყო 2012 წელს როცა ხალხი ციხეში წავიდა, ყველაფერი ერთ წამში დარჩა უკან.
აქ აღარავინ იყო და 10 წელი დაშირდა დასაწყებად. დალპობა. აქ ძალიან ლამაზი სასადილო სივრცე ჰქონდათ. დიდი. მთელი ოჯახი შეძლებდა მოსვლას. აქ, ხო. 8 ადამიანი ყველა ისიამოვნებდა ამ სახლით, ამ საკუთრებით. აქ ფენიერი ვახშამი შემეძლო მქონოდა. მე. მიყვარს ესეთი რაღაცების ნახვა, როგორც ხედავთ, საღებავი ჩამოვარდა ჭერიდან და აქ მაგიდაზე დაეცა. ვაუ, ძმაო, უკვე გაოგნებული ვარ, უოგნებული ვარ. შეხედე ამას. აქ არის გატეხილი ნაწილები, ხო, ბევრი ვანდალია. მაგრამ ეს კაბინეტი ძალიან მიყვარს. მისი დიზაინი ძალიან მომწონს. ხო, მაგრამ ჭედური რკინის ნამუშევარი. მინდა რომ ეს ყვავილები შენ გქონდეს. ო, მადლობა. მაგრამ ერთი რამ აქ არის, შეხედე ამას. მე ვფიქრობ ეს პიტერია და მერილინი ჰელოუინისთვის. ესენი იყვნენ ამ ადგილის ყოფილი მფლობელები, ნახე სურათები. მე 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვიცი რომ პიტერი და მერლინია, დიახ, რა თქმა უნდა. დიახ, აი მათი ქალიშვილი მათთან ერთად მათ კიდევ ყავდათ შვილები, მაგრამ ეს იყო მათი უმცროსი ქალიშვილი. დანარჩენი შვილები უკვე გადასულები იყვნენ სახლიდან და მგონი ის ჯერ კიდევ აქ იყო, როცა ცხოველების მიმართ ძალადობა მოხდა და ეს საშინელი უნდა ყოფილიყო. ღმერთო. სრულიად საშინელია, არ ვიცი რა დაემართა ქალიშვილს და არც ის ვიცი რა დაემართა მას, როცა მშობლები ციხეში წავიდნენ, მაგრამ იმედია კარგადაა. მე ღმერთო ჩემო რა. ღმერთო ჩემო, არა, აქ ელექტროენერგია. რა? არა, ეს საშიშია. რა? რა, იქ საშობაო განათებებია. ისინი საშობაო განათებებია სამზარეულოს ზონაში. ოხ, არ მინდა წასვლა. მე უბრალოდ მივდივარ. შემზარავია. 10 წელია მიტოვებულია და ელექტროენერგია ჯერ კიდევ მუშაობს. აქ ცხოვრები ადამიანები ნამდვილად არ იხდიან ელექტროენერგიის საფასურს. მე უბრალოდ გამორთავ შუქს, რომ დაინახოთ. ეს ძალიან შემზარავია. განსაკუთრებით ეს მწვანე. დიახ, ეს მწვანეებია ყველაზე მეტად. ღმერთო ჩემო, ვნახოთ, იქნება სადმე პაუერბანკია? არა, უბრალოდ შტეკერია. უბრალოდ დენის სრულიად გიჟურია. გიჟურია, ხო, მართლა ასეა. გიჟურია, ყოველთვის ასე ამბობენ ამერიკელები, ვინც ჩემს ვიდეოს უყურებს, ან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვინც უყურებს ჩემს ვიდეოს. ყოველთვის ამბობენ, ვაუ, ლესლი, საოცარია, რომ ევროპის ზოგიერთ ადგილას ელექტროენერგია ისევ მუშაობს, მაგრამ ეხლა უკვე იმდენჯერ მინახავს ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო. ეს შემთხვევითობა არ არის, ამდები არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ ადგილას ელექტროენერგია ისევ მუშაობს და ვფიქრობ ეს ნამდვილად მთავრობის მიერ არის უზრუნველყოფილი. ან უბრალოდ არ იხდიან ელექტროენერგიის საფასურს, არ ვიცი. აქ გვაქვს სამზარეულო, რომელიც სამწუხაროდ მთლიანად განადგურებულია და შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე საინტერესო რამ, რომელიც აქ იატაკზე ყრია. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. ეს გოგო არ არის, ეს ახალგაზრდა გოგო არ არის და ეს ორი ამ ადგილის მცხოვრები არ არის, მაგრამ შეიძლება აქ გლაჩტეინების ოჯახი ცხოვრობდა. ეს რა არის? ორი ლეკვი. ორი ლეკვი, ხო ღმერთო? ძმაო, მე. მე ხო? არა, ლეკვების ფოტოებია. ღმერთო, საშინელებაა. ხო, საშინლად გძნობ თავს, რაცა უყურებ. აქ გვაქვს ბუშტის სურათი, კიდევ უფრო მეტი სურათი ძევს, ის სურათი ძევს იატაკზე, პეპსის ბუშტი. შეხედე. თელი ჭერი. ჩამოიშალა. კი, იქ არის ჭავი. აქ. მას ჯერ კიდევ ეტიკეტი კიდია, ღმერთო ჩემო, როგორც ჩანს, ის უბრალოდ ახალია და აქ კიდია, აქ დიდია. აქვე არის კიბეც, რომელიც ზემოთ სართულზე მიგიყვანს. მაგრამ ჩვენ ამით არ ავალთ. ვიცი რომ ამ შენობაში უფრო დიდი კიბეა. წავიდეთ იმ მხარეს, უფრო შორს. ეხლა დერეფანში გადავიდეთ. აი აქა სახლის შთამბეჭდავი შესასვლელი. ახლა ხან გითხარი კიბეზე, მეორე კიბეზე. და აქ გვაქვს ეს შესანიშნავი მიხვეული კიბე, რომელიც მიდის ზედა სართულზე. შეიძლება რაღაც ერთი თქვა. რა თქმა უნდა. ძმაო, უბრალოდ რო ხალხმა იცოდეს, მოდი. იგნორირება გავაკეთე. ამ სახლის განადგურება დავაიგნორიროთ, რადგან ვანდალები არიან და მე ვიტყოდი რომ ესენი ადგილობრივი ახალგაზრდები არიან, რომლებიც აქ მოდიან, რომ გაანადგურონ ეს ადგილი. ხო, მათ იციან ეს ისტორია, ასე რომ ხო. მათ იციან რომ არავის არაფრად მიაჩნია ეს ადგილი.
და ისინი უბრალოდ მოდიან აქ. კიბის მოაჯირიც კი დაანგრიეს, მაგრამ საკმარისიან გრევაზე საუბარი. მოდით ამ ადგილის სილამაზეზე გავამახვილოთ ყურადღება. რადგან აქაც ბევრი სილამაზეა და მინდა ეს გამოვაჩინო. აი წინაკარი, რომლის წინას ახლახან ვიდექით. ვაუ, სარდაფიც არის, მე შევალთ იქ. შეხედეთ ამას. და შენს უკან, დენი, გვაქვს შესანიშნავი შესასვლელი ჰოლი. ეს მთელი ოთახი აქ მხოლოდ შესასვლელ ხოლად იყენებდნენ და როგორც ხედავ, მაგიდაზე მთლიანად სურათებითაა სავსე. პირველი, რომელიც აქ გაქვს, უკვე ძალიან საინტერესოა. ეს არის მთავარი კარი, რომლის წინაც ახლახან ვიდექით. ოჰ. შეგიძლია ნახო სახლი იყო. თეთრი ხო, სწორედ ამას უყურებდი, ხო? მოგვიანებით სხვაფერად შეღებეს. აქ ჩვენი საყვარელი მერილინია და ადამიანი, რომელიც აქ ნახეთ, რა თქმა უნდა, პიტერია. შემდეგ მერილინი და მათი ქალიშვილი და აქ ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. ხო. ნახე? ო, შეხედე ამას, რამდენი სურათი დარჩა აქ. აი პიტერი და ეს საწოლი. თოკი საწოლზე, ხო? ო, ჩვენი ოთახის შიგნით იმ ქალიშვილის სურათია. ღმერთო ჩემო, და აი ისევ ისა, რა თქმა უნდა, ეზოში. რა ლამაზი გოგოა დენი, ღმერთო ჩემო, იმედი მაქვს კარგადა. პრინცესას გავს. ხო, მართლა გავს. და ეს ალბათ მისი სკოლის სურათია, რა საყვარელია. ფირების რულონებიც კი და ყველაფერი, რაც ოდესმე გადაუვიეთ, აქ დარჩენილია. რა გვაქვს აქ? არა, ქორწილის სურათები. ყოველთვის, როცა ქორწილის სურათებს პოულობ ძმაო, გაოგნებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ციხეში წავიდნენ, ასეთი რამ არასდროს უნდა დარჩეს აქ. მიტოვებულ ადგილას კი. ხვდები, ცუდი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მაინც ეს მათი მოგონებებია და უნდა შეინახოს. ისინი შეყვარებულებივით გამოიყურებიან, პიტერი და მერილინი. შეხედე თვითონ მერილის და პიტერს იქ ქვემოთ. ამ კრედიტის დატოვება. ბარათი. ტელეფონში ჯერ კიდევ ძალიან კარგი ავეჯია ვიტყოდი. ო, კი, ძალიან მომწონს ეს სკამები, რაც აქ გვაქვს. იცი რაზე მაგონებს? არა ეს, რაც აქ გვაქვს, არამედ ის, რაც ოთახის მეორე მხარესაა, პორტუგალიურ სკამს მაგონებს. ო, კი. და ყოველთვის ვამოფრევ სკამის ზურგებს შორის გაყოფა მომწას. ასე რომ ის პორტუგალიურ სკამს გავს. ორი სკამი ერთმანეთზეა მიგრური, ხო? ზემოთ ვიდეოს დავამატებ იმ ადგილის შესახებ, სადაც რამდენიმე ასეთი სკამია და ის ადგილი ძალიან მიყვარს. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ. ისევ პორტუგალიაში, ხო, როცა შეერთებული შტატებიდან დაბრუნდებით, ძმაო, ყველაფერს შევისწავლით. მთელ მსოფლიოში. ხო. ეს აბსურდულად სიგიჟე. წავიდეთ შემდგომ ოთახში. ო, ამ ოთახში ბევრი ნგრევა. ღმერთო ჩემო, მხოლოდ 10 წელი გავიდა. მხოლოდ 10 წელი და შეხედეთ ამ ოთახში რა განადგურებაა. აქადრე მშვენიერი დასასვენებელი სივრცე იყო ამ სეკრეტერით და ყველაფერი დარჩენილია, მაგრამ მხოლოდ ნგრევა და ბუნებამ დაიპყრო ეს ადგილი. ადამიანებს ვინც ეს ადგილი იყიდა, ბევრი სამუშაო ექნებათ. ხო, ნამდვილად. აღდგენის პროცესი. ვაუ, ბოდიში. სიტყვები არ მყოფნის ეს ოთახი მე. აქ ჭერზე დავდივარ, პირდაპირ ამაზე დავდივარ. კი, კი. მაგრამ მე დენი. ვაუ, სრულიად დალპობრილი ფრთიანი პიანინო. ლამაზია, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრია. დალპობა. ხო, ღმერთო ჩემო. ყველაფერი უბრალოდ ინგრევა ამ ნაწილზე, სიმები გაწყდა, არა, სიმები მთლიანად დაჟანგებული აქ, არა, რა თქმა უნდა, ეს არ დაუკრავდა, საერთოდ არა. მაგრამ მე ყოველთვის მიყვარს სილამაზე ნგრევაში, ხო? სამთუხაროა, რომ ესეთი მშვენიერი ავეჯი ნადგურდება, მაგრამ ხო, დაიკარგა, ხო. ეს ჩემს სახელზეა ძმებო, დანიიდან, ხო? ია. ეხლა ეს ბუხარი პირდაპირ ჩვენს წინ გვაქვს. ბოდიში რომ უნდა ვთქვა. ფერები ბილობი. ფერები უშნოა, ხო? მგონია რომ ეს რამდენჯერმე არის შეღებილი, ხო? იმიტომ რომ შეგიძლია დაინახო, ნახე. ადრე იყო. თეთრი. ხო, ადრე თეთრი იყო, ზუსტად ასე. და აქაც შეგიძლია ნახო თეთრი ფონი. ანუ ეს ყველაფერი თეთრი იყო, მთელი ეს ოთახი თეთრი იყო. კი, რამდენიმე ბოლო ხის ნაჭერი ჯერ კიდევ ბუხარშია იმ დროიდან, როცა ხალხი აქ იყო. ეს ალბათ ქალიშვილისგან დარჩა, მშვენიერი სკამია.
ბავშვის სკამი, მაღალი სკამი ესე უწოდებდი, მაგრამ ეს თქვენი ვერსია. უბრალოდ ლამაზად დავდებ აქ ხუმელთან ახლოს. ძალიან მომწონს, რამდენად დეტალურია ეს სკამი. შეგიძლია ნახო, რომ საზურგეზე პატარა ნახატიც არის. აქ VHS-იც გვაქვს. TV. Gatsby. ესენი სერიებია, ხო? Series. არ ვიცი, ალბათ ამერიკული სერია Berkeley Square. ხო. საოცარია, ამ ხალხს უყვარდა ტელევიზორის ხურება, პიანინოზე დაკვრა. ჯერ კიდევ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ ისხდნენ ამ სახლში, უკრავდნენ, ერთად უყურებდნენ ტელევიზორს. ეს ნამდვილად საოცარი უნდა ყოფილიყო. მათი წიგნებიც კი, მუსიკის წიგნები, აქ არის დარჩენილი. მოცარტი. ვაუ. მაინტერესებს, ვინ დაუკრა პიანინოზე? ნამდვილად, მერვილად მერილინი უნდა ყოფილიყო. მე მას ხედავ როგორც ქალბატონს, რომელიც პიანინოზე დაუკრავდა. ო, შეხედე ამას. რას დაარქმევდი ამ ოთახს, ზუსტად არ ვიცი. მშვენიერი სივრცე, სადაც ზაფხულში შეეძლოთ ყოფნა, როცა ფანჯრები დაფარული არ არის. მთელი სინათლე შემოიჭრებოდა აქ და უბრალოდ ვახშმის წვეულებებს მოაწყობდნენ. თავს კარგად იგრძნობდნენ აქ, მაგრამ ეხლა ერთი დიდი არეულობაა. დიდი არეულობა. მგონი აქ კიდევ ერთი ოთახია ამ მხარეს. შეხედე ამას, ვაუ. ეს იყო საკითხავი ოთახი, ბიბლიოთეკა უნდა უწოდო. ასეთი ტიპის ოთახებს ხშირად ვპოულობთ ევროპაში, მიტოვებულ სასახლეებსა და მამულებში, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიპოვე ოთახი, რომელიც მხოლოდ კითხვას ეძღვნება. ძალიან მომწონს. ეს მშვენიერია. ეს დივანი სპეციალურად აქ დადგეს, რომ დაისვენო და წიგნი წაიგითხო. შეგიძლია ნახო კიდეც, რომ მერლინის სურათია. ვაუ. აქ ზემოთ. ის ძალიან ლამაზი ქალი იყო, ხო? ისე ჩანს თითქოს არ დაბერებულა. ხო. აქ წერია მის ემილი გლადშტეინი. შეიძლება ეს იყო ქალიშვილი, ემილი გლადშტეინი. ალბათ. ხო, მაგრამ ეს ერთადერთი სახელია, რომელიც ჯერ არ მინახავს. ხო, კარგი. ესე იგი, ეს მინიშნება. სასიამოვნო სავარძელია აქ, კიდევ რამდენიმე შობის ბარათი და ყველაფერი აქ ზემოდან დარჩენილია. მის გლადშტეინი ამბობს აქ. გილოცავ დაბადების დღეს, ემილი. ემილი, ხო, და ეს კრისტოფერისგანაა. ემილი ნამდვილად ოჯახის შვილი იყო, ხო? პიტერი, მერილინი და ემილი. საოცარია, ვაუ. ლამპარი, ხო, აქ ზემოდან დგას. იგი ნელ-ნელა ფუჭდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე ჩანაწევიც. რატო ვამბობ, რა თქმა უნდა, კლასიკური პიანინო.იანა. შემდეგ მთელი წიგნის გარდა სავსეა. ლამაზი წიგნები აქ გვერდით. ჩემი აზრის გამოხატვა. ეს არის. ეს წიგნი ჩემთვის. ო, ვაუ. ჩონჩხები, დინოზავრები, ბალახის ბჭამელები, კატები, ყველა ცხოველი მსოფლიოს აქ არის. ალბათ ბიოლოგიის სერია, VHS კასეტები. ემილისთვის, როცა ის ჯერ კიდევ სკოლაში იყო. ეს მისი პატარა კარადას გავს, ხო იცი? დიახ, აქ მისი ყველა საყვარელი ფილმია. ეს ყველაფერი საბავშვო ფილმებია, ისინი აქ დარჩა როგორც. შეგიძლია ნახო, ჩემი მშვენიერი ლედი. კარგია. ისინი აღარ იკეტება, წლების განმავლობაში ეს გაფართოვდა. ეხლა აქ ლამაზი ბუხარი გვაქვს. ძმაო, რაღაცას ხედავ შიგნით. ჩემს თვალის კუთხეში. კარადაში თითქოს რაღაც ხრელია. დამალული კარადა. შეამოწმე. ის. რა? ეს რა არის? მგონია, რომ ეს რაღაც ლიფტია, რომელიც სარდაფში ჩადის. აჰა, კი, მე. ხედავ ლიფტს. ეს არის პატარა სატვირთო ლიფტი, ძმაო. პატარა სატვირთო ლიფტია, მაგრამ არ არის სწორ პოზიციაში, ან სწორ ადგილას. აქ არ უნდა იყოს ესეთი რამ. სარდაფიდან საჭმელს მიირებდე. ხო, რაღაც დამალულ კარადას გავს ან რაღაც მსგავს. და ასევე სამზარეულოც იქ არის, ასე რომ კარგი. მოდი სარდაფში შევამოწმოთ, რადგან ჯერ კიდევ სარდაფში უნდა ჩავიდეთ, ხო? მგონია, რომ ამ ოთახით დავამთავრეთ.
როგორც ხედავთ, ლამაზი ოთახია, აქაც ელპება ყველაფერი. ეხლა სარდაფში ჩავიდეთ და გაჩვენოთ რა არის იქ. მოდი სარდაფში შევიხედოთ და ვნახოთ, რას ვიპოვით ამ სახლის ამ ნაწილში და ეს ძალიან დამახასიათებელია ჩრდილოეთ ამერიკისთვის. ჩრდილოეთ ამერიკაში ბევრი სარდაფია. გექნებოდათ სარდაფი შესასვლელი კარის გვერდით. ჩვენთანაც სახლში ზუსტად იგივეა, ხო? მართლა? ხო, კარგი. სარდაფში ჩასასვლელი პირდაპირ დერეფანში გაქვთ. კარგი. ეს ჩვეულებრივი რამეა, ვფიქრობ, ეს რაღაც ჩრდილოეთის ქვეყნებისთვისა. სინამდვილეში ეს საკმაოდ კარგად დაპროექტებული შესასვლელია სარდაფში, ასე ვიტყოდი. ცოტა ბნელია. ეს მართალია, მაგრამ აქ განათება უნდა იყოს. ვა, ხმებს გამოსცემს. მოგესალმებით, შიგნით. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. დიახ. საბედნიეროდ. აქ შიგნით თითქოს ბევრი არაფერია, მაგრამ პირველი რაც იატაკზე შევამჩნიე, იყო მერილინის ქუდი და ის. სურათზე, რომელიც ახლახან გაჩვენეთ, სწორედ ამ ქუდს ატარებს. ხო. ეს ზუსტად იგივე ქუდია, ვაუ. იქ არის რამდენიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ეს მოწყობილობა აქ. ლევერისა და ბლოკის სისტემა, რომელიც გამოიყენებოდა როგორც ერთგვარი დამხმარე ლიფტი, მაგრამ ვფიქრობ, გამოიყენებოდა ნივთების ქვედა სართულიდან ზედა სართულზე ასატანად და ჩამოსატანად. დიახ, რა თქმა უნდა. შეიძლება ციგნები და მსგავსი ნივთები, არ ვიცი, უბრალოდ ვარაუდობ, მაგრამ აქ ქონდათ ეს დიდი ბორბალი, რომელიც ტრიალებდა. ეხლა რა თქმა უნდა, მთლიანად ჯანგმოდებულია. მაგრამ ის საერთოდაც არ არის მიმაგრებული. აზარ, ხო, ეს მოწყდა. ადრე იყენებდნენ. ადრე მიმაგრებული იყო. ეს არის ლიფტი. ხო, ეს არის კალათი, ეს არის ლიფტის კალათი. მოიწადე. შეიძლება ვიცი რა არის ეს რა. ეს არის. სარეცხისთვისა თუ რაღაცა მსგავსი, იმიტომ რომ ჩვეულებრივ სარეცხები. ეგ შეიძლება კარგი იყოს. იქნებ იქ სარეცხი ოთახია. შეიძლება ეს სარეცხი ოთახი იყო. არა, დაწმუნებული არ ვარ მე. არ ვფიქრობ. ასე რომ, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო ამის პოვნა. ეს ასევე პირველი პატარა მომსახურების ლიფტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიპოვე ყველა იმ ადგილიდან, რაც აქ გამოვიკვლიე, მგონი უკვე 50 ადგილს გადავწდით, რაც გამოვიკვლიეთ აქ. აქ კი. ხო, ასე რომ, პირველი დამბოიტერია, მაგარია, წავიდეთ ზევი ძმაო. ეს კიბე მალე დაიშლება. ძალიან მალე. ხო. დიახ. ზემოთ. დრო ავიდეთ სპირალურ კიბეზე, ზედა სართულზე, ზუსტად ისე როგორც ემილი, მერილინ და პიტერი აკეთებდნენ. აქ ისინი მიდიოდნენ სახლის ყველაზე პირად ნაწილში, საკუთარ საძინებლებში. და მგონია, რომ აქ დერეფანში უკვე რაც ვხედავ, წინ საინტერესო რანგველის. ვაუ. უნდა ყოფილიყო საოცარი, როცა კიბის მოაჯირები ჯერ კიდევ ადგილზე იყო, ხო, დენი? ეს კიბის ერთ-ერთი ნაწილია, შეხედე ამას. ის ასე იდგებოდა აქ, ქმნიდა? გინახავს ეს? ხო, ეს ზურმუხტს გავს, რომელიც არწივის ბრჭყალშია ამოჭრილი. ვაუ. ფილმში ვნახეთ, სურათში. ხო. ღმერთო, კარგი, ამას ერთი წამით გამოვტოვებ, მაგრამ ღმერთო ჩემო, ეს ემილის ოთახია. ყველაფერი ისევ იქა, აშკარად ჩანს, რომ განებივრებული იყო. რა თქმა უნდა, დიახ, რა თქმა უნდა. ვაუ, ეს ოთახი უბრალოდ ანათებს მთელს სახლს. ეს პრინცესას ოთახივითაა ზუსტად ასე წარმომიდგენია, რა შეიძლება უნდოდეს პატარა გოგონას. ხო, აქ არის ულამაზესი, თითქოს ზეციური საწოლი, რომლის ბოლოშიც ასობით რბილი სათამაშოა. ვაუ. მიყვარს დეკორაციაც, რაც აგვაქვს და ასევე რამდენიმე ტანსაცმელი, მისი ხალათი და კაბა, აქვეა დატოვებული. ემილი, შენ განებივრებული გოგონა იყავი, მაგრამ კარგი მშობლები ყავდა, ნამდვილად ყავდა. იმედი მაქვს, ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვს. ამჟამად. აქ. ყველა. სახეობები. ხო, ის.
ვაუ. და მისი ხელჩანთაც აქ არის. კოვბოის ხე აქ დატოვეს საწოლის ბოლოში. ეს საოცარია. მაგრამ რასაც არ მშურს დემი, რა? What? როგორ შეიძლება ვინმე მაგ შემოვიდეს და ასეთი ოთახის კედელი სპრეის აღებავით მოხატოს? საღებავით შეღებოს და პირდაპირ გაანადგუროს. კედელი. ეს ძალიან სამწუხაროა ბოდიში, უბრალოდ უნდა აღვნიშნო. ხო, იმიტომ რომ ის იქა ვერ დაიგნორებ, ხო? ვერ დაიგნორებ. მოდით ვცადოთ. მერთო, ვაუ. სათამაშო ბანკოს ნაკრები. ისინი სრულად კარგ მდგომარეობაშია. არ ვიცი რატომ ისინი დიდი. არ ვიცი როგორ გამოიყენებდი ამას, მაგრამ გიჟურია ეს. ალბათ უბრალოდ დეკორაციისთვისა. მაგრამ ხო, ბიჟურია ამის ნახვა. ამით თამაშს ვერ ითამაშებ. არა. და შემდეგ უზარმაზარი კარადა, რომელიც სურათებზე ვნახეთ. ჩემი. მიყვარს მისი დიზაინი, ფერები, ჩუქურთმები და ყველაფერი. ისიც კი მაგნატონას გავს. აქ კი? და არის ეს. უბრალოდ კაბებს უყურებდი, კი ჯერ არ მიმიცითებია. კი ეს იყო მაგნატუნა, პირდაპირ კაბებს უყურე. მას ძალიან უყვარს ჩაცმა. პრინცესას კაბას გავს, სევას გავს, ხო? ისინი კარნავალს გავს, ხო ზუსტად? მაგრამ მგონია რომ მას სულ ასე ჩაცმა მოუნდებოდა. ხო. სიტყვასიტყვით ის ნამდვილი პრინცესა იყო. ეს საოცარია. ჯერ კიდევ პარკშია. მიკი მაუსი და მინი მაუსის კაბა. ღმერთო ჩემო. ეს აბსოლუტურად სიგიჟეა. კი ასე. და შემდეგ ამ ხარესაც, არა მხოლოდ ბევრი. MT. შემდეგ ეს მშვენიერი მოწყობა ამ ხარეს რამდენიმე სათამაშო დათუნია. წინ ამ ხარეს აქ გვაქვს ბემბი და მოპსის ჯიშის ძაღლი, რომელსაც ჩვენ ჰოლანდიურ ძაღლს ვეძახით. ეს მოპსია. ეს მოპსია, ეს მართალია. საბავშვო ეტლი, შიგნით რამდენიმე სათამაშო დათუნია. საბავშვო ეტლი. საოცარიანე. უბრალოდ კიდე ცოტას გაჩვენებთ, ასე გამოიყურება როგორც ვინტაჟური და შემდეგ მინიატურული. ხო, ეს რკინაა, ხო? ხო. ეს მთლიანად რკინისგანაა გაკეთებული, აქ ყველაფერი ძალიან ფასეულია. ვაუ, მე. ვფიქრობ, ეს ცოტათი ფლამინგოებს გავს, ხო? ესენი წლების განმავლობაში ილფებოდა. და მე რა თქმა უნდა მისი კარადა, დენი. ეს არის სურათი, აქაა გადაღებული. ემილი თავის პატარა თოჯინას იჭერს. დგას. პირდაპირ. მარჯვენა. აქ. ეს საოცარია, ეს აბსოლუტურად. ეს საოცარია და ერთდროულად სევდიანიც. მე. არ ვიცი როგორ ახსნა. ვაუ. არც მე. ყველა მისი სურათი უძრავია, ესეც ისე მგონი რომელიღაცა გუნდშია. ხო, დაახლოებით. ვაუ, ის პრინცესას გავს. და აი ის აქ ერთადაა. მისი ერთ-ერთი ცხენთან ერთად. პონისთან ერთად. პონი სასაცილოა. აქ ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო დენი და მაშინაც კი უკვე დაიწყო თავის მორთვა. ხო, ალბათ დედამისაც უყვარდა ეგ, ალბათ აი ბაღიც. იცი ეს სურათი რას წარმოადგენს? ეს ის მისაღები ოთახია, სადაც ვიყავით. უბრალოდ ცხოვრობდით. მე გითხარი რომ ის ერთი. რომელიც მთლიანად დალპა. ხო, მე გითხარი რომ კედლები თეთრი იყო. ვაუ, ხო, და ეს. ეს არის სეკრეტერი, რომელიც ვნახეთ და ყველაფერი ისევ ადგილზე. ხო და კედელზე ჩასმული კარადებიც. ხო. ვაუ. აქ კიდევ ერთი ტედი დათვების გამოფენაა, მაგრამ ეს უფრო აღდგომის დეკორაციას გავს. ხო. კალათა. ყველაფერი იქ აქ უკან გურძლებიც კი არის. კვერცხი. ეს ძალიან საყვარელია. მისი პატარა ნივთები ჯერ კიდევ აქაა. ესეც ძალიან მომწონს.
სით. ვაუ, კარგი. პატარა საპიკნიკე კუთხე. მერტ. პატარა ჩანგლები. პატარა ჩანგლები და კოვზები და ყველაფერი ფინჯნებიც და ყველაფერი ისევ იქაა და მე ის გავიდა ბაღში და წავიდა თავის პატარა. So lovely. და მე რა თქმა უნდა მისი ადგილი აქ იყო. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ აქ იჯდა და კითხულობდა თავის საბავშვო წიგნებს. ჩვენი ბილი სათამაშოები ისევ აქა. და ყოველი. სახში თითოეულ ოთახს თავისი სველი წერტილი ქონდა, შეხედე ამას. რა თქმა უნდა, ვარდისფერი. სრულიად ვარდისფერი, მშვენიერი დაძველება აქ, ეს იყო ემილის პირადი სველი წერტილი. მხოლოდ მისი. შეგიძლია წარმოიდგინო, მისმა მშობლებმა სპეციალურად მისთვის გააკეთეს ეს სველი წერტილი. შეღებეს, შპალერი დააგრეს, ყველაფერი გააკეთეს, რომ ბედნიერი ბავშვი ყოფილიყო. მაშინაც კი სინათლის ჩამრთველი აქ. ვაუ, სინათლის ჩამრთველი არის. დეკა. წავიდეთ, სანამ ამ ოთახიდან გავალ. Wonder Woman-ი, ხო? კარგი, მას ძალიან მოეწონა ჩაცმა. კარგი, დავაბრუნოთ ეს ისე როგორც ვიპოვეთ. ეხლა წავიდეთ შემდეგ ოთახში, რა შემდეგისთვის. ჯერ დერეფანზე გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ჯერ არ გვიჩვენებია. ემილის ოთახში შესვლით იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, რომ დერეფანში დარჩენილი არტეფაქტები სრულიად გამომრჩა. ასევე ჩანს, თითქოს ესეც ემილის მიერ იყოს მოთხოვილი. შეხედე ამას. აქ არის საქამელას კამი, იქ კი კიდევ რამდენიმე რბილი სათამაშოა. ამათ აქ გამოვფენთ. ესენი იგივე ემილის სურათებია და ჩვენი ჯადოქრის კოსტიუმი. და კიდევ აქ ქვემოთ ერთიც უნიკორმია. სრულიად გასაოცარია. ოუ, დენი, ეს შეზლონგია. ეს პატარა შეზლონგი, ზედსავდგო მოკურდღლით. გინახავს ოდესმე ესეთი პატარა? არა. ჩვეულებრივ ესეთ შეზლონგებს საფრანგეთის დიდ მამულებსა და სასახლეებში ვხედავთ, მაგრამ იქ ისინი ბევრად უფრო დიდია, კარგი? შეგიძლიათ ჩემს წინ გაიაროს, მადლობა. მე მგონი ესეც ბავშვების ოთახი იყო. მათ ემილის გარდა კიდევ ყავდათ შვილები, მაგრამ უმეტესობა უკვე გადასული იყო. ემილი გვიანდელი შვილი იყო და აქ ცხოვრობდა თავის მშობლებთან ერთად. ეს ორი საყვარელი გამურა. ეს ჯერ კიდევ ხელითაა გაკეთებული. საწოლის თეთრეული ზემოდან კალათას გავს, ხო? ბალიშები ბოლოში და ასევე ზემოთ ჭერიდან სარებავი ნელ-ნელად ცვივა. ელეპება. იქ ის ოქროსფერი ფერი მომწონს. შემდეგ კარადა, უჯრები იქ შუაში. ან წიგნით აქ ზემოთ ცხოვრების გზა. ეს წიგნი რაზეა მე? არ ვიცი. შეიძლება რაღაც რელიგიურს ეხებოდეს, ხო ესეა? ალბათ. ცხოვრების გზა. ხო, ასე ჩანს, ეს რაღაც რელიგიური წიგნია ამერიკელი ქალებისთვის, ასე წერია. მათი ინტერაქტიული გზამკვლევი ძველი ეგვიპტის პირამიდებზე, ალბათ პირამიდის 3D მოდელია, რომელიც ბავშვებს თავად შეუძლიათ აათქვან. ეს საწოლი ნელ-ნელა იშლება და იმ მხარეს ინგრევა. პატარა ჩემოდანი, შეიძლება ემილისია, შეიძლება სხვა ბავშვის, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა. ჩინეთის რესპუბლიკის საპოსტო მარკა. ეს ძალიან ლამაზია. და შემდეგ ქუდები, რომლებიც საწოლის გვერდით კიდია. ასევე ისევ აქ არის.
შეხედეთ ამ შვენიერ ჩაშენებულ გარადას. ეს ჩაშენებული ამის მოხსნა არ შეიძლება. ეს სახლის ნაწილია, მაგრამ ყველაფერი რაც აქ არის, ეს პატარა ხილები, ქილები და ყველაფერი, აქვე პატარა ფერმის ცხოველებიც კი არის. შეხედეთ ამ ფეხსაცმელს. გონიათ რომ ეს ნამდვილი ბავშვის ფეხსაცმელია? არა. არა. ძალიან პატარა ხო? ეს არის. მე არ მყავს შვილები, ამიტომ არ ვიცი რამდენად პატარაა ბავშვის ფეხი. აქ ქვემოთ კიდევ ერთია, აბსოლუტურად. შეხედე ამ მაღალ სახლს, რომელიც აქ გვაქვს. ეს ძველი ამერიკული ვიქტორიანული სახრივით გამოიყურება. რა წერია? Pari. დიახ, რა თქმა უნდა, საფრანგეთშია დამზადებული. არა, რა თქმა უნდა, ეს ამერიკული სახლი ვერ იქნება, რადგან ქვისგანაა აშენებული. დიახ, მართალია, უმეტესობა ამერიკული სახლებისა ხისგანაა აშენებული, ესეც ასეა. ყველა სახლი ხისგანაა აშენებული. და როცა კედელს ვაკაკუნებდი, უბრალოდ შეხედე ამ შპალერს. საოცარი შპალერია, ძალიან მომწონს, იქ ყვავილები. აქ უკან კიდევ რამდენიმე ოთახია, დენი. ხედავ, ამ ოთახსაც აქვს თავისი სველი წერტილი. როგორც გითხარი, თითოეულ ოთახს თავისი სველი წერტილი აქვს, ყველა ადამიანს ამ სახლში. აქ კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცეა. სრულიად განადგურებული, სრულიად ღმერთო ჩემო, კი, საშინელება. ეს სახლი უზარმაზარია. კი ის გრძელდება. გრძელდება. შეხედე ამას, იქ კიდევ ერთი აბაზანაც არის. დეტალურად არ შევეხები მათ. უბრალოდ ეს სურათი დავინახე იატაკზე დაგდებული. მარფა ძალიან მომწონს ემილის შეზლონგზე. შეხედე ამას, დედე ამას და აქშენ. გაქვს სურათი? შოუბიზ დროს. რატომ ეს ფერები კი? ასეთი ბევრი ფერი, წითელი. მე არ მესმის არჩევანი, მგონია ემილიმ გააკეთა ეს არჩევანი. დედიკო. მინდა სახლში ცივი იყოს. და აი მერილენდის სარეცხი ოთახი. ყველაფერი. ესეთი ბევრი რამ. ასეთი ბევრი რამ. ჩვენი მარგალიტების კი დაგვრჩა ღმერთო. კარგადაა დალაგებული. კარგი, ახლა გადავიდეთ სახლის შემდეგ ნაწილში. აი ეს კიბეა, რომელიც ქვედა სართულზე სამზარეულოსკენ მიდის. მართლა ძალიან მომწონს ეს კიბეც, მისი დიზაინი. ის საკმაოდ ლამაზია. უბრალოდ ფერი არ მომწონს. მიყვარს ის რკინის ნაკეთობები, რაც კიბეზე გვაქვს. და შემდეგ ისე უბრუნდებით ამ ლამაზ დერეფანში, რომელიც ამ სართულის მთავარი ნაწილია და კიდევ რამდენიმე ოთახი და დერეფანია, სადაც უნდა გავიაროთ. უკვე ვხედავ შესანიშნავ ოთახს. სწორედ ჩემს წინ აქ. ღმერთო ჩემო. ეს არ გავს მთავარ საძინებელს, რადგან აქ ორი ცალკე საწოლია. მგონია რომ მთავარი საძინებელი ჯერ კიდევ არ გვინახავს, მაგრამ რა მშვენიერი ნაწილია ამ სახლის შიგნით. აქ ძალიან მომწონს ეს პატარა დასაჯდომის სივრცე. ეს ავეჯი აქ დგას, იგივე ავეჯია, როგორც დერეფანში ვნახეთ სულ ცოტა ხმის წინ. ყვავილები ყველგან სახლის ცხოვრებლები. მათ უყვარდათ ბუნება და ყვავილები. უყვარდათ მებაღე და მებაღეობა. ალბათ მათი ბაღი ადრე შესანიშნავად გამოიყურებოდა. შემდეგ ორი საწოლი რა თქმა უნდა მომწონს, რომ ისინი ისევ იდეალურ მდგომარეობაშია, თუმცა 10-წლიანი მიტოვების კვალი ჩანს, საღებავი საწოლის თეთრეულზეა გადაკრული. ფერადი ბალიშები ყველგანაა. ეს რა არის? ეს ყველაფერი უბრალოდ დეკორაციის ნაწილებია, ხო? კარგი. ყვავილების კალათა. რა ლამაზია. ნამდვილად შემიძლია წარმოვიდგინო სახლის მფლობელები როგორ დადიან სამეზობლოში ან ბაღებში ამ კალათით. აგროვებენ ყვავილებს და შემდეგ ამ ყვავილებს სახლში ყველგან დგამენ. ზუსტად ასე მოვიქცეოდი მეც. აქ კურდღელია.
მათ ასევე უყვართ მოგზაურობა. აქ გვაქვს პოსტერი სამხრეთ აფრიკიდან ინფორმაციისთვის. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალიან მდიდრები იყვნენ იმ დროს. და მათ უყვართ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ალბათ. მგონი ეს ბავშვების ოთახი იყო ადრე. აქ შეგიძლიათ ნახოთ ეს უჯრა ბავშვების სხვადასხვა ნივთებით. ფორმა და ყველაფერი ისევ აქ არის კარები. ქვემოთ ეს ისევ პიკნიკის კალათებს გავს, ხო? ჩვენ. ჩვენ ნახეთ ემილი ოთახში. აქ ბავშვების წიგნებიც არის. შეხედე აქ ზევით. ყველა წვრილმანს რა საინტერესოა, არა? და მე ეს ჟანგიანი სარკე ზუსტად ამ ყველაფრის ზემოთ. კარს ჩაშენებული სარკე აქვს. ჩვენთან ასეთი არ არის. ევროპაში ასეთი რამე არასდროს მინახავს. შენ გინახავს ოდესმე ასეთი დიზაინი. სარკე ჩვეულებრივ კარადაშია და კარადის კარს რომ გახსნი, იქ არის სარკე. სულ მცირე პორტუგალიაში ასეა. დიახ, ევროპაში, სხვა ევროპულ ქვეყნებში ასეთი რამ საერთოდ არ მინახავს. და რა თქმა უნდა, აქვე გვაქვს სველი წერტილიც. ყველაფერი ისევ იქ არის დარჩენილი. ანუ ყველაფერი, ველაფერი. საძინების ნივთები საძინებელშია, მშვენიერია, ფარდებიც ისევ კიდია, თუმცა ნელ-ნელა იშლება. თუ შეეხები, უბრალოდ იშლება. კარგი. მიყვარს ეს სახლი ნანი, მართლა ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სევდიანი ისტორიაა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო სახლია, სადაც ამერიკაში გადაგვირია, რადგან აქ ყველაფერი დარჩენილია. აქ შევდივართ კიდევ ერთ ოთახში, ისევ ძალიან ნათელი, შპალერია, ვარდისფერი, მგონი ხის დეტალებიც ვარდისფრადაა შეღებილი, ყველგან ვარდისფერი საღებავია. და მგონია, რომ ეს ოთახიც ალბათ ოდესღაც საძინებელი იყო, მაგრამ ხედავთ, მთელი ჭერი იატაკზე ჩამონგრეულია, რბილი სათამაშოები ნანგრევებს შორისაა და. ყველაფერი ისევ იქაა. შეხებით ამას. შეიძლება ხალხს ვაჩვენო? კი, აქ გვერდითაც კი ეს პატარა კარადაა, მშვენიერი, დიდი კარადა და მის ქვედა ნაწილში ყველა პლუშის სათამაშო, ყველა დათუნია დარჩენილია და ამ ოთახს აივანი აქვს. ვაუ, მთის ფერდობზე გადახურებს ბოლოში. ოხ, აქ ფრთილად უნდა ვიყო, არ მგონია ეს ადგილი ძალიან სტაბილური იყოს. ასევე ძალიან სველია, რადგან რამდენიმე დღის წინ წვიმდა და ყველაფერი დასვადა სახლის შიგნით. კიდევ ერთი კორიდორი, რომელიც უფრო შიგნით მიგვიყვანს, გვაქვს სათავსო კიბის ქვეშ, სადაც ემილიმ თავისი ნივთების ნაწილი შეინახა, შეგიძლიათ ნახოთ ყველა საბავშვო წიგნი იქ უკან. ესეც სათავსოა, ხო, ეგ არის. ეს ნამდვილად სახლის მთავარი საძინებელია, შეგიძლია ნახო დენი, ეგრევე შეგიძლია ნახო. იცი რა? ეს ის სურათია, სადაც პიტერი იწვა საწოლზე, ეს ის საწოლია, ხო, ეს იგივე საწოლია, რომელიც ზუსტად იგივე საწოლია, ვაუ, ხო, ზუსტად იგივეა დაშლის შემდეგ. ხო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჭერის ნაწილია, ხო, არ უნდა შევეხო ამას. ხო, არ შეეხო. ყველა იზოლაცია ჭერიდანაა, საკმაოდ შემაშინებელია, რომ თოჯინა ისევ აქცევს საწოლის ბოლოში. მაგრამ მათ მშვენიერი მთავარი საძინებელი ჰქონდათ, ასე ვიტყოდი. შევ კიდევ ჩანს, რომ იქ სურათი დევს ზედა ნაწილზე, ბუხარზე. ეს იგივე ოთახია. არა. ეს ვერ იქნება. კი ესეა, ხო? სარკეს შეხედე. ფანჯარა, ორი ფანჯარა ქვემოთ. ეს ზუსტად იგივე ოთახია, მაგრამ შიგნით 64-ის საწოლია. რა, ხო? ვაუ, რა. ტრანსფორმაცია. მართლა ესეა, მართლა იგივე ოთახია. რა ტრანსფორმაცია? ღმერთო ჩემო, ეს სურათი არა, სამწუხაროდ მასზე ინფორმაცია არ არის, მაგრამ ეს გიჟურია. მგონია, რომ ოთახი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. უკან, თეთრი კი. ბევრად უკეთ, მაგალითად ის ფერები, რაც აქ ბუხარზე გვაქვს.
ხო, ბუხარი, კარი. ლურჯი, ნე არ. ვიგებ ამას. არჩევანებს, რომლებიც აქ გააკეთეს. არც მე. ასევე მშვენიერი იქნებოდა, როცა ბუხარი ჯერ კიდევ ანთებული იყო და ხალხი აქ იწვა. ალბათ მეც ცუდად ვსვამ, ალბათ ღვინის ჭიქას ან რამე მსგავს. უბრალოდ ერთმანეთს თქმებოდით. ყველაფერი ჯერ კიდევ აქაა, მთელი ეს ტანსაცმელი, მოდი ნახედენი, ეს მათი გარდერობია. ყველა მათი ფეხსაცმელი, პიტერის ყველა ფეხსაცმელიც აქ არის დარჩენილი. ვაუ. გიჟური არა? აქ ბოლომდე გვაქვს მათი აბაზანა, თლიანად ვარდისფრად შერებილი. მგონი მერილინი იყო. ისევ როგორც ემილი, მასაც უყვარდა ეს ყველაფერი. კი. პრინცესას ნიუთები და. ვარდისფერი და ყველაფერი. ხო, თუ შენს ქალიშვილს აცმევ, ალბათ მოგწონს. ფანტაზიური რაღაცები, ხო? სრულიად სწორია, რა ადგილი. კიდევ ერთი ბოლო ადგილია სახლში, სადაც უნდა წავიდეთ. ეს არის სხვენი. წავიდეთ იქ ეხლავე. ფრთხილად, დენი. ხო, მე. ის ცდილობს უკუღმა იაროს და მაგარი კადრი გადაიყოს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. კი, შემიძლია. კარგი, კადრი მაგარია მაინც, ო? სწორია. სახლში ბოლო ნაწილი დარჩა. მზად ვარ, წავიდეთ. კიბეზე ავდივართ სხვენში, ღმერთო ჩემო. უკვე ხედავ. ამერთო. ეს როგორცა? ცხენის სხვემი. ხო, მერილენდი ნამდვილად უყვარს რაღაცების ყიდვა. შეიძლება პეტერიც არ მინდა განვაზოგადო, მაგრამ აქ უმეტესად ღუმელები ქალებისთვისაა, ღმერთო ჩემო. ფრთხილად, ხო? აქ გვერდით კიბესთან მივდივარ, მაგრამ მთელი გზა უკანამდე სავსეა ნივთებით. პირდაპირ სავსეა, შეგიძლიათ ნახოთ შპალერები იქ. ავეჯი. ყველაფერი აქ არის. ვაუ, ვერ გადავდივართ მეორე მხარეს. ასე რომ, ამას არ გავაკეთებ, ვიღაცას აქ სავარჯიშო ველოსიპედიც ჰქონდა, მე. ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან პირდაპირ სხვენის შესასვლელის უკან მდგავარ. თუ ერთ შეცდომას დაუშვებ, ამ გროვასთან ერთად ქვედა სართულებზე აღმოჩნდები. იმ ნიუთების გროვასთან ერთად რაც აქ დარჩა. ბოდიში, ნუ ღელავ დენი, ამას ვერაფერს უზამ. ამდენი ნივთია, ვცდილობ ნელავიარო, ხო? და მთელი სახურავი. ისე ჩანს, თითქოს ჩამოინგრას და დაიშლება. შეიძლება აქედან გარეთ გაჩვენოთ. ეს უნდა ვნახოთ. შეგიძლიათ პირდაპირ შენობის გარეთ დადგეთ და დადგმეთ მთის ხედით აქედან. ეს ხო საოცარია სანახავად. მთელი ჭერი, მთელი სახურავი მთლიანად ინგრევა. კარგი, მოდი დავაბრუნოთ, ესე ძმაო. კი, მოდი შეგიძლია გადმოხვიდე თუ მოახერხებ. კი, ვცდი. კარგი, შეგიძლია კამერა მომეცადოთ თუ? გინდა? არ ამგონი მე. შემიძლია, კარგი. მინდა და კიდევ რამდენიმე რამ მეჩვენებინა აქ, მაგალითად კურდღლების გალიები, რომლებიც აქ გვაქვს, ასე რომ ამ სახლში ძალიან ბევრი ცხოველი ხავდათ. ნამდვილად სამწუხაროა ვითხოვდი. ჩვენ ისევ გარეთ ვართ ამ ადგილის, რა მშვენიერი დღეა აქ მართლა თქვები ამით და ძალიან მიხარია რომ შევძელით ამ ადგილის გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ისტორია იყო, რაც ოდესმე გვიანბია ამ არხზე. მართლა ვისი ემონე ამ მიტოვებულ სასახლეში სიარულით და მიხარია რომ ეს გავაკეთეთ. Peter და Marilyn, ვფიქრობ ისევ საშინელი ადამიანები ხართ, მაგრამ ემილი შენთვის საუკეთესო მინდა ცხოვრებაში. იმედი მაქვს ფეხზე ისევ დადი იმას შემდეგ, რაც შენი მშობლები ციხეში წავიდნენ და იმედი მაქვს ამ ვიდეოს ნახავ და ეს შეგახსენებს, როგორი იყო შენი ცხოვრება.
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის. თუ მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი თუ აქ ახალი ხართ და დააჭირეთ ზარის შეტყობინების ღილაკს. ასევე დამიწერეთ კარგი კომენტარი კომენტარების სექციაში. დენი, მადლობა გადამიღე ვიდეოს გადაღებაში დახმარებისთვის. არაფრის. დენის ბმული წარწერაშია მითითებული. მადლობა. და კიდევ ერთი რამ, ჩვენ გვაქვს Patreon-ის ბმული აღწერაში, სადაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიოთ არხს და დაგვეხმაროთ ამ ლამას სამყაროში მოგზაურობაში. ყველას გნახავთ მომავალ კვირას კიდევ ერთ ეპიკურ ექსპედიციაში. ნახვამდის მიყვარხართ.